მოგესალმებით თრიალეთის სტუდიიდან მე ვარ ლელა ლობჟანიძე. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარია ისპედის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი. მოგესალმებით ბატონო ლევან, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. დიახ, მე მინდა რომ სოციალური მედიის მონიტორინგით დავიწყოთ დღევანდელი საუბარი, რომელიც თქვენ გამოაქვეყნეთ ცოტა ხნის წინ. ძალიან საინტერესო ინფორმაცია არის და მაყურებელს რომ ვუთხრათ რა გვერდები იქნა აღმოჩენილი და ზოგადად როგორ ვრცელდება ხოლმე დეზინფორმაცია და ხშირ შემთხვევაში ვინ დგას აი ასეთი გვერდების უკან, თუმეტეს ჩვენ ვიცით რომ დეზინფორმაცია პროპაგანდა ძალიან პრობლემაა დღეს და ასე აქტიურად ვრცელდება და როგორც თქვენს კვლევაში წავიკითხე, აქ იყო ასევე რუსეთიდან მართული გვერდებიც. ამაზეც უფრო ვრცლად რომ გვითხრათ ზუსტად რასთან გვაქვს საქმე. კი ბატონო, თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ორგანიზაცია უკვე არაერთი წელია, რაც აკვირდება სოციალურ ქსელებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიებს და ამ მიმართულებით არაერთი წელია დაახლოებით მსგავსი ტენდენცია იკვეთება, როდესაც ხდება манипулაციურად დისკრედიტაციული კამპანიების, ასე ვთქვათ, წარმოება და როგორც წესი, ფართო სპექტრი არის ხოლმე ჯგუფების ჩართული ამ დისკრედიტაციულ კამპანიაში და როგორც წესი, ეს ჯგუფები განსაკუთრებით გამოირჩევიან სხვა ჯგუფებისგან იმით, რომ ისინი დაკავშირებულები არიან ან პირდაპირ ან ირიბად ქართულ ოცნებასთან, პოლიტიკურ პარტია ქართულ ოცნებასთან საუბარი არის აქ როგორც ანონიმურ გვერდებზე, საუბარი არის როგორც Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, ისე ხმარებზე, ასევე ეგრეთ წოდებულ ექსპერტებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან ქართულ ოცნებასთან და პოზიციონირებენ უბრალოდ როგორც ექსპერტები და ეს მექანიზმი არის შემდეგი როგორც წესი, ის ნარატივი გზავნილი რისი გაჟღერება ცურს როგორც წესი ქართულ ოცნებას, აი ამ სხვადასხვა ჯგუფების მეშვეობით ხდება ხოლმე ამ გზავნილების გაშვება საზოგადოებაში იმიზნით რომ საზოგადოება აზრზე გარკვეული გავლენა ჰქონდეს, ხო, როდესაც მაგალითად ხდება რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქვეყანაში, ან სიტყვაზე ოპონენტებთან დაკავშირებით ხდება რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხი, ვიღაცა დააკავეს, ვიღაცა სასამართლო მიუსაჯა, მაგალითად გარკვეული ქმედებისთვის რაღაც, ასე ვთქვათ, ჩაური, ხო, აი ასე გადაფარვას ცდილობენ. ან რაღაც მაგალითად ტრაგედიები, ინციდენტები, უბედური შემთხვევები და უკმაყოფილო შეიძლება იყოს საზოგადოება, იმფერდობებით რაც შეიძლება ხელისუფლებას ჰქონდეს, ხდება ხოლმე გადაფარვა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა ამ მათ შორის დეზინფორმაციით, შეთხსული ამბებით, ყალბი ამბებით, სხვადასხვა მონტაჟებით, ვიდეო თუ ფოტომონტაჟებით, საზოგადოებრივი აზრის, ასე ვთქვათ, შექმნის ცდილობას აქვს ხოლმე ადგილი და ძალიან ხშირად ეს ამორალური ქმედებაც არის ხოლმე აშავებენ ასე ვთქვათ დისკრედიტაციას ახდენენ მათ შორის მსხვერპლებს, ადამიანებს, რომლებიც ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ მიზანი მოკლედ არის რომ საზოგადოებრივ აზრზე გარკვეული გავლენა მოხდეს და ჰქონდეს ამ გავლენას ადგილი იმისთვის რომ ნაკლებად დაზიანდეს ამ შემთხვევაში ქართული ოცნება და ამ კონტექსტში ასევე არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ეს ინფრასტრუქტურა რაც ქართული ოცნების ხელში არის, ამას ემატება ხოლმე ამ ინფრასტრუქტურას, ასევე ისეთი საინფორმაციო არხები, გვერდები, რომლებიც არ იმართებიან საქართველოდან და ქვეყნის გარედან არის და საუბარი აქ რუსეთზე. ამ შემთხვევაში რა გამოიკვეთა აი კონკრეტულად ამ კვლევის დროს და მონიტორინგის დროს და რა პერიოდში იყო ეს? ჩვენ მონიტორინგს მუდმივად ვახორციელებთ, ეს ბოლო დიდი ანგარიში იყო პირველი კვარტლის ამ წლის, თუმცა ამავე დროს
ჩვენ გვაქვს ხოლმე მოკლე განცხადებები, შეფასებები ცალკეულ მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც ცალკეული საინფორმაციო კამპანიები ვრცელდება ხოლმე, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა მე ვისაუბრე, დამახასიათებელია ბოლო წლების განმავლობაში ნებისმიერი სოციალური ქსელისთვის, რომელიც აქტიურად გამოიყენება საქართველოში. ეს არის Facebook-ი, TikTok-ი, Instagram-ი და მსგავსი ტაქტიკები ხდება და მსგავსი ინფრასტრუქტურით საინფორმაციო, ასე ვთქვათ, ოპერაციების წარმოება. დიახ, და ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა გამოიკვეთა აი ამ სოციალური მედიის ანგარიშის დროს და რაც შეეხება რუსულ გვერდებს, რა ინფორმაციას ავრცელებდნენ ისინი რუსეთის რუსული მართული, ასე ვთქვათ, რუსეთის მხრიდან. როგორც წესი რუსეთიდან მართული გვერდები ცდილობენ ხოლმე, რომ რაღაცნაირად გაამართლონ ის ქმედებები, რაც ქართულ ოცნებას აქვს ხოლმე, მაგალითად ოპოზიციასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად ხდება იმ ანტიდასავლური რიტორიკის გამეორება და გამყარება, რაც გვესმის ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან უკვე არაერთი წელია სამწუხაროდ. ამის გამეორება ხდება ხოლმე ხშირად და ასევე ამისი, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა კიდევ დამატებითი ამბებით, ხო? ანუ ეს არის ხოლმე მათი მიზანი, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოემსახუროს იმ მიზნებს, რაც აქვს ხოლმე აი ამ საინფორმაციო კამპანიებს, ოპერაციებს, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიებს, ხო? აქ როგორც უკვე მოგახსენეთ, მხოლოდ ქართული ოცნება ოფიციალურად ასე არ არის ჩართული, არიან ჩართულები როგორც მისი პოლიტიკოსები, სხვადასხვა თანამდებობის პირები, ისე მედია საშუალებები, პროპაგანდისტული მედია საშუალებები, რომლებიც ქართული ოცნების ინტერესებს ატარებენ, ონლაინ სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, გამოცემები, ანონიმური გვერდები და ასე შემდეგ და ასევე რეალური ადამიანები, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, რომლებიც ინფლუენსერები, ასე ვთქვათ, რომლებიც ცდილობენ რომ რაღაცნაირად ეს გზავნილები ასევე გადააზიარონ, გაატარონ და ძალიან საეჭვოა ხოლმე ის, რომ ეს ყველაფერი ძალიან მსგავსი ტექსტებით ზიარდება ხოლმე, რაც რა თქმა უნდა იმას მიუთითებს, რომ კოორდინირებულად ხდება ამ ოპერაციების განხორციელება. დიახ, და მოახლოებულ არჩევნებზეც მინდა გკითხოთ, ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ გასული არჩევნები, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო აღიარება და მისი არჩევანი ეჭქვეშ დგას და მოახლოებული არჩევნები, რომელსაც ხალხის დიდმა ნაწილმა და პოლიტიკოსების გამოუცხადა ბოიკოტი. მე მინდა რომ საარჩევნო გარემო შეაფასოთ თქვენ აი ამ შემთხვევაში, მაშინ როდესაც დამკვირვებლის უფლებებით შეზღუდული არის და პრაქტიკულად მათ ფუნქციაც აღარ აქვთ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ეს არჩევნები და თქვენი დაკვირვებით როგორი არის დღეს წინა საარჩევნო გარემო ამ პერიოდში? ეს ბევრი მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი გაუარესება, ზოგადად რომ ვთქვათ, ეს კუთხით მნიშვნელოვანი უკუსლა არის დაფიქსირებული, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, ბევრი კანონი შეიცვალა, შეიზღუდა ადამიანის უფლებები გაუმართლებლად და სრულიად ასე ვთქვათ სტანდარტებთან შეუსაბამოდ იმ სტანდარტებთან, რომელიც მოქმედებს დღეს ევროპაში. ასევე პრაქტიკაში მოგეხსენებათ, რაც ხდება, ბევრი ადამიანი საპროტესტო აქციაში მონაწილე ადამიანი გახდა მსხვერპლი წამების, ფიზიკური ძალადობის და სამწუხაროდ ფაქტობრივად არავინ არის დასჯილი, ვინც ამას ჩადიოდა, ბევრი ადამიანი არის საპატიმროში და მიჯილი აქვს კონკრეტული მუხლებით გაგულ დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რამდენიმე ათეული ადამიანი არის ამ მიმართულებით დღეს საპატიმროში, ასევე ძალიან მძიმე სიტუაცია ზოგადად პოლიტიკური პარტიების კონკურენციის და გარემოს თვალსაზრისით, აქაც იცით რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილმა უარი თქვა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, მათ შორის ბევრი მიზეზით და მათ შორის იმიტომ, რაც ხდება ქვეყანაში და იმიტომ, რომ არ დაინიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი თამაშის წესებით და გარდა ამისა, ამავე პოლიტიკურ
პარტიების და სხვა პოლიტიკურ პარტიების ბევრი ლიდერი საბატიმროში იყოფება დღეს, მისჯილი აქვთ მათ 7 და 8 თვე და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური კონკურენციის თვალსაზრისით, საარჩევნო კონკურენციის თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა არის რეალურად რეალური კონკურენცია, ასე ვთქვათ, ამ არჩევნებზე სავარაუდოდ არ იქნება და თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვნად არის დაზიანებული პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპი და პოლიტიკური კონკურენციის პრინციპი. ის 17 პარტია, რომელმაც მიმართა რეგისტრაციისთვის სამწუხაროდ ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ პოლიტიკური პლურალიზმი სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი ამ არჩევნებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ზოგადად ნებისმიერი არჩევნებისთვის, ხო? აქედან გამომდინარე სიტუაცია არის მძიმე. სიტუაცია არის მძიმე ასევე სხვა მიმართულებითაც მოგეხსენებათ სამოქალაქო ორგანიზაციები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არჩევნებზე დაკვირვების კუთხით და ამ მხრივაც ვიცით რა მდგომარეობა არის არაერთი კანონი იქნა მიღებული სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის რომ დააკვირდეს ორგანიზაცია არჩევნებს სურვილის შემთხვევაშიც კი ამავე დროს ვიცით რომ ქართული ოცნების განმარტოებით არ იქნა მოწვეული EUTHODIR-ის ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისია რომელიც ყველა არჩევნებს ჩამოდის ხოლმე საქართველოში და ამ მიმართულებით დაკვირვების კუთხით სერიოზული პრობლემები იქნება და დაკვირვება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც ნებისმიერ არჩევნებს უნდა ახალდეს ისეთ ქვეყნებში როგორც საქართველო არის ამ მძიმე მდგომარეობაში არის მედია მოგეხსენებათ რომ ბევრი ორგანიზაცია რომელიც არ არის პირდაპირ მხარდაჭერილი ხელისუფლების მხრიდან ქართული ოცნების მხრიდან ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დგას ფინანსური პრობლემების და ამ მიმართულებითაც ერთი ტელევიზია მაგალითად დაიხურა და ამ მიმართულებით პრობლემა გვაქვს ასევე შემოვიდა აქაც გარკვეული რეგულაციები რომელმაც შეზღუდა მედიის დაფინანსებაც აი ეგეც მათ უცხოური დაფინანსების მიღება ფაქტობრივად და ასევე სარედაქციო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ჩარევას აქვს ადგილი ახალი ცვლილებების აუცილებლობის შესახებ კანონში რომელთაც უკვე დაიწყეს რამდენიმე შემთხვევა უკვე იყო რომ პოლიტიკურ პარტიების ინიციატივით შეიძლება გარკვეულ მედია ორგანიზაციებს გარკვეული სანქციებიც დაუწესდეთ არადაბალანსებულ ბრალებში გაშუქების გამო და მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ყველაფერი რაც ხდება დღეს ქვეყანაში ცხადია საარჩევნო გარემო ძალიან მძიმეს ხდის და ეს თავის მხრივ რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ძალიან სერიოზულ ზიანს მიაყენებს ლეგიტიმურობას ამ არჩევნების და ამ არჩევნების შედეგების ზოგადად იმის ფონზე რომ პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი არ მონაწილეობს არჩევნებზე იმის ფონზე რომ ამ არჩევნების დიდი ნაწილი შეიძლება არ მივიდეს საერთოდ არჩევნებზე მათ შორის პოლიტიკური პარტიების მოწოდების გამო ცხადია აღიარების კუთხით ამ არჩევნების შედეგების სერიოზული პრობლემები გვექნება დიახ, არჩევნებზე საუბრობდით და არ შემიძლია არ გითხრათ უკვე თუ აქვს ორგანიზაციას გადაწყვეტილი და აკვირდება თუ არა ამ არჩევნებს, თქვენ კი ახსენეთ რომ შეზღუდულია ძალიან ბევრი მიმართულება. ჩვენ მომავალ კვირას ვაპირებთ რომ გამოვაყენოთ ერთი ანგარიში. დიახ. ვაპირებთ რომ გამოვაყენოთ ანგარიში, სადაც საუბარი იქნება იმ გარემოზე, რა გარემოში ხდება წინა საარჩევნო პერიოდის ოფიციალურ წინა საარჩევნო პერიოდის დაწყება ჩვენი ქვეყანა, ახლა რაც ვისაუბრეთ ეს საკითხებიც იქნება იქ მიმოხილული და მომავალ კვირას საბოლოოდ ვიტყვით ამ გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ რა იქნება ჩვენი როლი ამ პროცესებში ჩვენ ადრეც ვისაუბრე ამ თემაზე და ვამბობდით რომ ველოდებოდით გარკვეულ მოვლენებს როგორ განვითარდებოდა იმ პირობებში რასაც ჩვენ ხედავთ რეალურად პოლიტიკური კონკურენციის ფაქტობრივი არარსებობა ამ არჩევნებისთვის პოლიტიკური პლურალიზმის ფაქტობრივი არარსებობა და უამრავი შემზღუდველი ასე ვთქვათ ფაქტორი რაც არსებობს ყველა ჩართული მხარისთვის და მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის სავარაუდოდ მიმგონებს იმ გაწოლებას რომ არ დავაკვირდებით ამ არჩევნებს კლასიკური სადამკვირვებლო მისიის ასე ვთქვათ ფორმატით და ჩვენ რა თქმა უნდა ქვეყანაში ვიქნებით მოვლენებს დავაკვირდებით მაგრამ სამწუხაროდ სადამკვირვებლო მისია როგორც ასეთი გრძელვადიანი ამოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია არ გვეყოლება ამ შესახებ უფრო დეტალურად მომავალ კვირას ვისაუბრებთ
დიახ, და პოლიტპატიმრებზე საუბრობდით, მე ვიცი რომ თქვენი ორგანიზაცია სამართლებრივ დახმარებას უწევს აქციაზე დაკავებულებსაც და არა მხოლოდ მათ შორის უკანონოდ გათავისუფლების საქმეებზეც აქტიურად მუშაობს. მაინტერესებს რა მდგომარეობა გვაქვს, როგორი არის სასამართლო პრაქტიკა და რა შეიძლება გითხრათ ამ მიმართულებით? მძიმე სიტუაცია ამ მიმართულებითაც სამწუხაროდ ის რეალობა, რომ სასამართლო ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი და პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებზე იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის მმართველი პარტიის ქართული ოცნების ინტერესებში, ცხადია, გვაფიქრებინებს, რომ სამართლო არ არის სამართლიანი და ადამიანები ვერ ახერხებენ სასამართლოს დიდ საკუთარი უფლებების დაცვას. ჩვენც როგორც თქვენ ბრძანეთ, არაერთი საქმე გვაქვს, როგორც საპროტესტო აქციებში მონაწილე პირების ინტერესებს ვიცავდით, ისე სამწუხაროდ 2024 წლის 28 ნოემბრის ირაკლი კობახის განცხადების მერე ბევრი ადამიანი დაგვემატა საჯარო მოსამსახურე და ყოფილი საჯარო მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული იმის გამო, რომ მათ მაგალითად პეტიციას მოაწერეს ხელი მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს, ხომ? ამ მიმართულებით საკმაოდ მძიმე სიტუაცია არის. დღესაც მიმდინარეობს რეორგანიზაცია ბევრ უწყებაში, ბევრში დასრულდა უკვე და არაერთი ათეული და უკვე ასეული შეგვიძლია ვთქვათ, საჯარო მოსამსახურე იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული. და ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში და მათი უფლებები, შრომით უფლებები მაქსიმალურად დავიცვათ, მაგრამ როგორც მოგეხსენეთ, საკმაოდ ბევრი ახალი შემთხვევა არის და მდინარე საქმეებია და ამ მიმართულებითაც სერიოზული პრობლემაა, ზოგადად საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის კუთხით და კადრების გადინების კუთხით, ხო, ძალიან ბევრი კვალიფიციური ადამიანი აი ამ რეპრესიების, ასე ვთქვათ, ტალღაში მოყვა და ბევრი ადამიანი უბრალოდ აღარ მუშაობს საჯარო სამსახურში, ამის გამო რაც საბოლოო ჯამში ცხადია ქვეყანას მნიშვნელოვნად დააზიანებს გრძელვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით. დიახ, და უნდა დაუბრუნდე შემზღუდავ კანონებს, მე უფრო რეპრესიულ კანონებს ვეძახი ხოლმე ამას. მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ აი ამ კანონების პირობებში მუშაობა, ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ შეაჩერა საქმიანობა და მათ შორის გავლენიანმა ორგანიზაციებმაც რეგიონებში დახურეს ოფისები. ეს ორგანიზაციები ნაწილი იყო სერვისების მიმწოდებელი და სერვისების მიღმა დარჩა ძალიან ბევრი ბენეფიციარი. თქვენ რა მიგაჩნიათ ამ კანონებში ყველაზე დიდ გამოწვევა და დაბრკოლებად და როგორ წარმოგიდგენიათ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა ამ კანონის პირობებში, ასევე ვიცით, რომ ანტიკორუფციულმაც დაიწყო უკვე აქტიური მოქმედება და მანამდე უკვე მიმართა კიდეც სხვადასხვა ორგანიზაციებს ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით. სამწუხაროდ საკმაოდ მძიმე სიტუაცია არის ამ მიმართულებით, მართალს ვწანებთ, რომ ბევრი ორგანიზაცია დაიხურა, შეაჩერა საქმიანობა, ან მნიშვნელოვნად შეამცირა საქმიანობის მასშტაბი და რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მძიმე იქნება სიტუაცია, იმიტომ რომ ბევრი კანონი და ცვლილება იქნა შესული კანონში, რაც აფერხებს ორგანიზაციების საქმიანობას, აყენებს საფრთხის ქვეშ ფაქტობრივად ამ ორგანიზაციებს, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხის ქვეშაც და რა თქმა უნდა ძალიან მძიმე გარემო არის ამ მიმართულებით ოპერირების კუთხით, ორგანიზაციულად სამოქალაქო ორგანიზაციების, ასე ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციულად მოქმედება არის მნიშვნელოვნად შეფერხებული და სამწუხაროდ ის ორგანიზაციები, ვინც დღემდე აგრძელებენ კიდევ რაღაც საქმიანობას, რაღაცა ინერციით მივდივართ ფაქტობრივად და საომავლოდ რა იქნება, სრულიად გაურკვეველია და სამწუხაროდ არ ჩანს ის, ასე ვთქვათ, გამოსავალი რა შეიძლება იყოს ამ პირობებში და წინ ალბათ ძალიან სერიოზული პრობლემები კიდევ ბევრ ორგანიზაციას ელოდება. ამიტომ ცხადია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებითაც ძალიან მძიმე სიტუაციაა. დიახ, და ბოლოს თქვენ მაინც სახედავთ გამოსავალს, როგორ აფასებთ, თქვათ, საზოგადოებრივი პროტესტის ტალღას და თქვათ, საზოგადოების აქტიურობა საერთაშორისო მხარდაჭერა თუ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ
ცხადია ეს არის ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გაგრძელდეს, სხვა ალტერნატივა ფაქტობრივად არ არის, ხომ? ადამიანები უძვიან საკუთარი მომავლისთვის, ამ ქვეყნის მომავლისთვის და სხვა უბრალოდ მექანიზმი არ არსებობს, ხო? ადამიანებმა ყველა თავის საქმე უნდა გააკეთოს იმ თვალსაზრისით, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყნის მომავალი, სადაც არის და რასაც აკეთებს იმ კუთხით, ხო? მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც არიან ამ პროცესში ჩართული, მაქსიმალურად ვცდილობენ რომ ხარდაჭერა, ასე ვთქვათ, გამოხატონ ქართული დემოკრატიის მიმართ. რა თქმა უნდა, ბევრი კრიტიკაც შეგვიძლია ვთქვათ აქ და შეიძლება სასურველი არის უფრო მეტი ხარდაჭერა, უფრო მეტი ნაბიჯი, მაგრამ ის რაც ხდება, ის არის რაც არის, ასე ვთქვათ, ხო? ანუ მნიშვნელოვანი არის რომ მინიმუმ ეს არ შეჩერდეს და მე გაძლიერდეს ეს ასე ვთქვათ ქმედებები. როგორ და რანაირად რა თქმა უნდა ეს ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის რთული სათქმელია, მაგრამ სამწუხაროდ უბრალოდ სხვა ალტერნატივა არ არის. ხო, სხვა ალტერნატივა არის, რომ ქვეყანა წავიდეს იმ მიმართულებით, რომ აქ რაღაცნაირად საბოლოოდ ჩამოყალიბდეს კლასიკური დიქტატორული რეჟიმი, როდესაც ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ იქნება ეს თავისუფლებები, რაც აქამდე საქართველოში გქონდა და ჩამოყალიბდეს რაღაცა რუსული ტიპის ან სხვა მსგავსი ტიპის ასე ვთქვათ სახელმწიფოდ, ხო, რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იქნება ამ ქვეყნისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან სერიოზული პერსპექტივა ჰქონდა საქართველოს და აქვს ჯერ კიდევ პერსპექტივა, რომ ევროპული ოჯახის წევრი გამხდარიყავით, გაიღო ევროპული კავშირის გარეთ ჩვენთვის და განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ სწორედ ასეთ მომენტში ხდება აი ესეთი აუკუსლა ამ ქვეყნის. ნახოთ რა იქნება, დრო გვაჩვენოს ალბათ ამას. დიდი მადლობა, ლევან ნატრაშვილი, ისპედის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობდა ჩვენს ეთერში, გისურვებთ წარმატებას. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია.